თქვენი იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში უკვე სტუმრებთან ერთად ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში უკვე აღნიშნეს, მოეწყო ეკოკუთხე, სადაც მოზარდებმა გარემოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოხატეს. დღეს როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სტუმრები არიან განსაკუთრებული სასახლის განსაკუთრებული სტუმარ მასპინძლები, ეკოლოგისა და გარემოს დაცვის კაბინეტის ხელმძღვანელი იაგო დერძიშვილი და ამავე კაბინეტის მოსწავლე თამარ ცინცაძე. ასევე ხელ მარჯვნივ მომავალი ჩემი კოლეგები მყავს მედია სტუდიაში დროს წევრები ანა მარია ყველაშვილი და ლუკა წიქარიშვილი. დიდი მადლობა მეგობრებო რომ ხართ ჩვენთან და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე ვთქვი რომ განსაკუთრებული სტუმრები გეყოლებიან და თუ რატომ მე მგონი ჩვენი მსმენელი მოგისმენს და მიხვდება რატომაც. მოდით საუბარი დავიწყოთ ქალბატონია თქვენგან მისაუბროთ ამ ღონისძიებაზე რომელიც 27 აპრილს შედგა. მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის და ჩვენი ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან დღეს თქვენთან რომ მოვიდნენ ემზადებოდნენ განსაკუთრებულად და მე მიხარია რომ ჩვენი გაშუქება ზუსტად თქვენი ეთერის საშუალებით ხდება 27 აპრილს მოხდა ჩვენთან სამეცნიერო კუთხის გახსნა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. ეს არის გრანტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფინანსა ჩვენი ეკოლოგიის და გარემოს დაცვის კაბინეტი და ამასთან მიმართებაში ჩვენ შევიძინეთ ახალი აპარატურა შესაბამისად ვქენით ის რომ გამოვიწერეთ ლიტერატურა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შევიძინეთ ამასთანავე მულაჟები იმისთვის რომ სამეცნიერო კუთხე მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ყოფილიყო, იმიტომ რომ ბავშვები, რომლებიც დაინტერესებული არიან მეცნიერებებით, როგორიც არის ქიმია, როგორიც არის ბიოლოგია, ეკოლოგია, გარემოს დაცვა და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს ერთად არის ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია ძალიან მოყრილი თლიანად ჩვენს კაბინეტში და მთელ სამეცნიერო კუთხეში. კანტონია დამეთანხმებით რომ მნიშვნელოვანი იმითაც იყო ეს ღონისძიება, რომ ძალიან კომპეტენტური და მნიშვნელოვანი სტუმრები გყავდათ. დიახ, ეს არის ძალიან კომპეტენტური სტუმრების სია, მინდა გითხრათ, იყო წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი ქალბატონი კორტნი ოსტრინი, რომელიც ძალიან დიდი მეგობარია უკვე ჩვენი კაბინეტის, ჩვენი სამეცნიერო კუთხის, იყვნენ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მაია ფითაძე. მე არ შემიძლია არ ავხსნითო საქართველოს საპატრიარქოს ფონდის გამწვანე საქართველოს წარმომადგენელი აღმასრულებელი მდივანი ბატონი გოჩა არონიშიძე. ჩვენთან ერთად იყვნენ კიდევ ჩვენი მეგობარი, დედამიწის მეგობრები, მწვანეთა მოძრაობა, ქალბატონი ნინო ჩხობაძე, ქალბატონი მაია კაპანაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორა, ქალბატონი რუსუდანი პირველი ნანა დვალიშვილი. ამასთანავე იყვნენ ბოტანიკის საქართველოს ბოტანიკური ბაღის გენერალური დირექტორი თამაზ დარჩიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი თარხნიშვილი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ზოოლოგიური პარკის დირექტორის მოადგილე ბატონი დავით თაქთაქიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელები ზოოლოგიური პარკის და სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებმაც ძალიან თბილი მისასალმებელი სიტყვა გვითხრეს, ბავშვებიც ჩართულები იყვნენ ამ შემოქმედებით გახსნაში, ნამდვილად შემოქმედებითი იყო ჩვენი პრეზენტაცია, იმიტომ რომ ბავშვებმა ინგლისურ ენაზე ძალიან საინტერესო კვლევები წარუდგინეს საელჩოს წარმომადგენლებს და ერთ-ერთი ჩვენი მონაწილე ქალბატონი თამარ ცინცაძე. უკვე ქალბატონობით. დიახ, ქალბატონობით, იმიტომ რომ მან მიიღო ძალიან პრესტიჟული ჯილდო მეცნიერებათა აკადემიის და ზუსტად დაგვემთხვა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია, მან ორ ენაზე მოამზადა ეს თემა, თავის ტვინის შესახებ კვლევები, რომელიც ძალიან საინტერესოდ მოეჩვენა საელჩოს წარმომადგენლებს და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული პრიზიც დაიმსახურა და ერთ-ერთმა კომპანიამ ქალბატონ თამარს კიდევ სტიპენდიანტის ჯილდოც მისცა. კი ბატონო, თამარ, ეხა მოგვიყევი, როგორ დაიწყე ამ ნაშრომზე მუშაობა, იკვლევ თავის ტვინს. დიახ. რამდენი წლის ხარ მითხარი? 16 წლის ვარ. და უკვე სერიოზულად ფიქრობ, რომ შენ რაღაცა მომავალი მეცნიერი გახდე?
ფიქრობ სერიოზულად დავიწყე ამ თემაზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის წინ, იმიტომ რომ თავიდანვე ძალიან მაინტერესებდა სამედიცინის დარგი, ასე რომ ვთქვათ. მოვედი სასახლეში, სადაც დამხვდა ძალიან მეგობრული და თბილი გარემო, რომელიც პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ოღონდ გამოიჩინე ინიციატივა, იმუშავე და ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერში დაგეხმარებით. ვარ ეკოლოგიის კუთხის წევრი და წლევანდელი წლიდან უკვე სამეცნიერო კუთხის წევრი, როგორც ქალბატონმა იამ თქვა, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ოფიციალურად შედგა 27 აპრილს მისი გახსნა და მე ვიყავი ამ ღონისძიების მონაწილეც, რომელიც სიმართლე მინდა ვთქვა, რომ იყო ძალიან საინტერესო ღონისძიება, იმიტომ რომ იმის გარდა რომ მე წარვადგინე ჩემი თემა და დავიმსახურე ძალიან ისეთი დადებითი შეფასება, სხვა თემებიც იყო ძალიან საინტერესო. მე ვისაუბრე ძირითადად კვლევის პროცესის შესახებ, როგორც იცით, კვლევა ყველას მოგეხსენებათ ალბათ, რომ არის ძალიან საინტერესო და შრომატევადი პროცესი, თუმცა სამეცნიერო კუთხე იმ რესურსებით, რაც გააჩნია მას, მომცა ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ გამემარტივებინა ეს კვლევის პროცესი. თამა, რამდენი წლის ხარ? 16. კარგი, ესე იგი, ეს არის 16 წლის თამარი, რომელიც ისე აყალიბებს საკუთარ აზრს, რომ მე მგონი ზრდასრულ ადამიანებს უჭერთ ხოლმე ხშირად, მით უმეტეს პირდაპირ ეთერში, როდესაც მთელი საქართველო გისმენს. თამარ, მე მინდა შენი დამოკიდებულება და შენი ისტორია მოგვიყვე ძალიან მოკლედ სასახლესთან დაკავშირებით და მე იგივე კითხვით მე გადავალ ანა მარიასთან და ლუკასთან. როგორ ფიქრობ? ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეს სასახლე არის გამორჩეული და ხვდებით რატომაც, იმიტომ რომ გამორჩეულ თაობებს ზრდიდნენ წლების განმავლობაში, დღეს რით არის განსაკუთრებული? რა არის შენთვის სასახლე? ჩემთვის სასახლე არის ცოტა ისეთი მეტაფორულად ვიტყვი, ცოდნის კერა, რასაც ქვია, იმიტომ რომ როგორც კი მოვედი სასახლეში, მაშინვე დამხვდა ის დადებითი განწყობა და ის შრომა, სიყვარული მოსწავლეებისადმი, რასაც სასახლე აძლევს თითოეულ მოსწავლეს. ანუ ეს არის ფაქტიურად შენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ანუ შენ შეგიძლია შენი სახელი გააცნო საერთაშორისო საზოგადოებას, ხო? ძალიან ისეთი დადებითი ემოციები მაკავშირებს სასახლესთან. 2 წელია. აჰა, ძალიან კარგი. ანა მარია და ლუკა, მომავალი ჟურნალისტები, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ სასახლესთან და როგორ მოხვდით რომ გითხრათ? მე მე-5 კლასიდან უკვე დავდივარ სასახლეში. რამდენი წლის ხარ? მე მე-12 კლასში ვარ უკვე, მე 17 წლის ვარ. ქართულის მასწავლებელმა მირჩია სასახლე და თავიდან სასახლე მეგონა მარტო დიდი შენობა, ვერ წარმოვიდგენე რა იყო. მაგრამ ახლა თამამად შემიძლია თქვა, რომ სასახლე არის ერთი დიდი ოჯახი და შეუძლებელია სასახლის დეფინიცირება რაღაც ერთ პატარა სიტყვაში რა შეუძლებელია ეს და სწორად აღნიშნა თამარმა, მართლაც შეიძლება რომ საერთაშორისო ასპარეზზე გააცნო შენი თავი, ზუსტად იმიტომ რომ როგორც უკვე გითხრა, აღნიშნეთ, ვარ მედია სტუდია დროს ჟურნალისტი, წელს ვიყავი ავსტრიაში და მართლაც აშკარა იყო სხვაობა, რომ სასახლის ბავშვები აშკარად მაღალ დონეზე იყვნენ, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზეც კი. ლუკა, ჩემთვის სასახლე არის მეორე სახლი. გარდა ამისა არის ტექნოლოგიებზე მორგებული 21 საუკუნეს დაეწია და ნუ არ ვერ გავუსწრო, მაგრამ დაეწია. კი, იმედი მაქვს გავასწრებთ ქალბატონოია. არის მეორე სახლი, უკვე 5 წელია დავდივარ აქ, საკმაოდ ოჯახური მდგომარეობა სასახლეში, ძალიან მიყვარს აქ სიარული. ხდება ისე რომ თუ ერთი კვირა ვერ მოვახერხებ სასახლეში მისვლას და ჩემ სტუდიაში მისვლას, ის ერთი კვირა არ ვარ კომფორტში და რაღაც დისკომფორტს მიკრიბს ეს მდგომარეობა. მენატრება, ყოველი კიბე, ყოველი საფეხური და ყოველი კარები მე ნატრება სასახლის. ძალიან მაგარი. კი ბატონო, ამ ყველაფერზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ. აბა მითხარით, მეგობრებო, როდის? რეკლამის შემდეგ, იმიტომ რომ ახლა ეთერში გავა რეკლამა და ახლობით 5 წუთში დავბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთით და შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის
სტუმარ მასპინძლები, თამამაჩემილია ვთქვა, არაჩვეულებრივი ადამიანები, მათ ისაუბრეს იმ ისტორიაზე, რომელიც უკავშირდება სასახლეს და მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს საზოგადოება საკუთარი საქმეებით აუცილებლად გაიცნობს კიდევ უფრო ახლოს მომავალში, მაგრამ მანამდე დაიმახსოვრეთ ეს ეთერი და კიდევ ერთხელ მივესალმოთ თამარ ცინცაძეს, რომელიც არის ეკოლოგისა და გარემოს დაცვის კაბინეტის მოსწავლე, ასევე ანა მარია ყველაშვილი და ლუკა წიქარიშვილი, მომავალი ჟურნალისტები, მედია სტუდია დროს ჟურნალისტები არიან და რასაკვირველია ქალბატონი იაგო დერციშვილი, რომელიც გახლავთ ეკოლოგისა და გარემოს დაცვის კაბინეტის ხელმძღვანელი. მე ისევ ჟურნალისტებთან გადავალ შეკითხვით, ანა მარია, ლუკა, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმიანობა? თუ ვთქვათ, ფიქრობთ უკვე რომ იმ საქმიანობას, პრაქტიკულ საქმიანობას, რასაც თქვენ ეწევით მედია სტუდიაში, რაღაცნაირად ექნება მაინც გავლენა თქვენს კარიერაზე, მომავალზე, ან სად ფიქრობთ, რომ თქვენ საკუთარი თავი, თქო, ტიპოვოთ, აღმოაჩინოთ და შესაბამისად მე იმუშაოთ? ჩემი აზრით მედია სტუდია დრო უკვე იმდენ გამოცდილებას გაძლევს, რომ მე მაგალითად ჩემ თავს ვთვლი როგორც ნამდვილ ჟურნალისტი, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ გვაქვს სიუჟეტები ტელევიზიაში, გადაცემა, რომელშიც ასევე ვაცნობთ სასახლელებს ერთმანეთს, იმიტომ რომ 4000 ბავშვი შეუძლებელია რომ ყველამ ერთმანეთი მიღწევები იცოდეს და ჩვენ ამას ვაცნობთ. წელს სასახლე აქტიურია და განსაკუთრებულად გააქტიურდა წელს და ასე რომ ჩვენც გავაქტიურდით და ყველა სიახლეს ვაშუქებთ. მინდა ვთქვა რომ გვაქვს ჟურნალი, გვაქვს Facebook გვერდი მედია სტუდია დრო და ალბათ თუ ვინმე ადევნებს თვალყურს აქედან მიხვდებით რომ ნამდვილი ჟურნალისტები ვართ, იმიტომ რომ ნამდვილი ჟურნალისტები მუშაობენ ასე ოპერატიულად და ასე აქტიურად. რა თემებზე? ყველა თემაზე. ძირითადად ახლა ჩვენი თემები არის სასახლის სიახლეები და მინდა ვთქვა რომ შეუძლებელია სასახლეში საქმის გარეშე დარჩა, იმიტომ რომ ყოველ დღე ხდება აუცილებლად რაღაც. თუნდაც ახლა მინდა აღვნიშნო რომ 2 მაისს სასახლეს 76 წელი შეუსრულდა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონფერენცია, რომელიც უკვე ვახსენეთ, სამეცნიერო კუთხის გახსნა, რისთვისაც მოვედით დღეს და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მომავალი თაობებისთვის ეს არის გადამწყვეტი. და როგორც ვახსენე კონფერენცია და მინდა ვთქვა რომ ეს მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც თამარისთვის ასე ყველა ვინც იქ ვიყავით 10 ბავშვი ვიყავით და ყველასთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და ის პრიზები და ის ჯილდოები რაც მივიღეთ მართლა უფრო მეტ мотиваციას გაძლევს და მინდა ვთქვა რომ წელს სასახლე მართლაც რომ სუპერ აქტიულია და მედია სტუდია დროს ჟურნალისტებიც რა თქმა უნდა მივყვებით დროს და ვააქტიურებთ ყველაფერს. ამ ყველაფერში ქალბატონი თიკას სასახლის დირექტორის დამსახურება არის საკმაოდ დიდი. ის იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ისაუბრა იმ კონცეფციაზე, რომელიც პრინციპში სასახლის ალბათ დღევანდელი დღე და ხვალინდელი დღე უნდა იყოს. თქვენ თუ შეხვდით თქვენს ხელმძღვანელს ქალბატონ თიკას და თუ გქონიათ შესაძლებლობა, რომ თქვენი მოსაზრებები თქვენზეა მორგებული რეალურად ეს გეთქვათ მათთვის. რასაკვირველია, ქალბატონი თიკა არის საკმაოდ მოსიყვარულე ადამიანი, ძალიან თბილი. როდესაც ის დერეფანში შეგხვდება, აუცილებლად გვესალმება, ითხოვს როგორ ხართ აბა სტუდიაში რა ამბებია ხომ აშუქებთ სასახლის ნებისმიერ მოვლენას და იმ მსგავსი რაღაცეები ძალიან თბილი ადამიანია. როდესაც ის ვერ ახერხებს ჩვენთან პირადად დაკავშირებას, ის მის მეგობრებს აგზავნის ჩვენთან, რომ აი რაიმე პროექტის დაგეგმა ხო არ გინდათ, რითი დაგეხმაროთ და ახაც ჩვენ მოვუდებით უკვე შესაბამის აპარატურას, რომელიც ვფიქრობ რომ ჩვენი სტუდიისთვის ეს იქნება განვითარების საწყისი ეტაპი იქნება ჩვენი სტუდიისთვის ახალი განვითარების და ახალი ევოლუციის. ხშირად ხდება ხოლმე დამეთანხმებით რომ აი ეს პირადი თქვათ რეკლამირება ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს ხოლმე, ანუ ერთი სტუდენტი მოსწავლე მეორეს ეუბნება, მეორე მესამეს. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ თქვენი კლასელები სკოლიდან ან მეგობრები წაგიყვანიათ სასახლეში, ვთქვათ. კიდევ 5 წლის წინ. კი, მე მინდა ვთქვა, რომ კაბინეტში, როდესაც მოდიან პირველ წელიწად, ჩვენ მოდიან ძალიან პატარები, ჩვენთან სამეცნიერო კუთხეში, ესე იგი, გვაქვს პატარებისთვის შეახებუნების კარი, სადაც აი ბუნებრივი მასალებისგან ბავშვები აკეთებენ კომპოზიციებს, შემდეგ გამოფენებს აწყობენ, ესე იგი 6 წლიდან მე-12 კლასის ჩათვლით იღებენ მონაწილეობას და ნანიკო მინდა რომ მოვიწვიოთ ჩვენთან. მოვიდეთ სასახლეში
სიაღე ბუნების კარში ძალიან ლამაზი კლუბი გვაქვს სადაც ძალიან ბევრი კომპოზიცია იქმნება შემდეგ გამოფენებს აწყობენ და უკვე უფროსი ასაკით ბავშვები მოგეხსენებათ თამარის ასაკში უკვე სამეცნიერო მუშაობაში არიან ჩართულები რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო კიდევ ერთხელ ქალბატონ თიკას ძალიან გვეხმარება ყველანაირად იმისთვის თუ მართლაც ბავშვებმა აღნიშნეს და მეც მინდა აღნიშნო რაღაც გვინდა რაღაც გჭირდება იგი აი მომენტალურად ჩვენ გვერდით არის ბავშვებთან ერთად და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ბავშვებს და თვითონ პედაგოგებს მაქსიმალური კომფორტი გქონდეს დიდი მადლობა მინდა მოუხადო ბატონ გოგითოდაძეს იმიტომ რომ ისეთი ლამაზი დაგეგმილი იყო ეს ჩვენი პრეზენტაცია სამეცნიერო კუთხის რომ მე ვფიქრობ აი ყველაფერი იყო გათვლილი იმისთვის რომ საუკეთესო სახელი ქონოდა ამ სამეცნიერო კუთხის გახსნას იმიტომ რომ ეს საელჩო წარმომადგენლები თვალებიდან ცრემლების დიოდათ ნამდვილად იმიტომ რომ აი ბოლოს ძალიან ლამაზად დავაგვირგვინეთ ჩვენ გვაქვს ძალიან ლამაზი ეზო შიდა ეზო მოგეხსენებათ იქ ძალიან უნიკალური წითელწინში შესული მცენარეები არიან და პატრიარქის კურთხევით ზეთისხილის ნერგები პატრიარქის გამოგზავნილი სიმბოლურად ბავშვებთან ერთად საელჩოს წარმომადგენლებმა დარგეს მეცნიერებიც იყვნენ ჩვენს გვერდით და მაქსიმალურად დიდი სიყვარული იყო ზუსტად იმ დროს რასაკვირველია მედია სტუდიას დიდი მადლობა მინდა კიდევ გადაუხადო ბატონ გრიგოლ ჩიგოგიძეს რომელიც ძალიან ზრუნავდა გრიშა მას რომელიც მინდა ვთქვა რომ არის მეგობარი გარდა ჩვენი სამეცნიერო კუთხით მთლიანად სასახლის და ვფიქრობ თქვენიც ყველას კოლორიტი ქალაქის და მადლობა თქვენ კიდევ დიდი მადლობა თამარ მე მინდა შენ კითხო იმისთვის რომ თქვათ შენი თაობა შენი მეგობრები გაცილებით უფრო პროდუქტიულები იყვნენ იკულიონ თქვათ მიიღონ ცოდნა განათლება რა არის კიდევ საჭირო მოდი გამოვიყენოთ ჩვენი ეთერი აი თელ საქართველოს გავაგონოთ და უთხრათ ადმინისტრაციას რომელიც ვთქვით რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მაქსიმალური კომფორტი გქონდეთ რა გჭირდებათ პირველ რიგში მე მინდა მივუერთდე ქალბატონი იას მადლობას ქალბატონ თიკა რუხაძისადმი იმიტომ რომ მართლა ყველა ბავშვი გრძნობს სასახლეში მყოფი ყველა ბავშვი გრძნობს მის მხარდაჭერას დღეს ჩვენ რაც გვჭირდება და მით უმეტეს სამეცნიერო კუთხეს ფაქტიურად ყველაფერი გვაქვს თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მუდმივად ვითარდება მსოფლიო და მით უმეტეს მედიცინის დარგი ყოველდღიურად თითქმის გამოდის ის ახალი უნიკალური ლიტერატურა მართლა რაც ჩვენ გვჭირდება და მით უმეტეს მე საკუთარი პირადი მაგალითის მიხედვით შემიძლია გითხრათ რომ ძალიან დამეხმარა ის ლიტერატურა რაც ჩვენ გაგვაჩნია ამის გარდა სამეცნიერო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით თანამედროვე ტექნოლოგიებთან კავშირი და მისი გამოყენება რის საშუალებასაც იძლევა ნამდვილად სამეცნიერო კუთხე თუმცა უფრო მეტი შეიძლება კიდევ ანუ უფრო მეტად შეგვიძლია განვითარდეთ ამ მხრივ და მართლა როგორც ლუკამ თქვა დავეწიოთ კი არა გავუსწროთ 21 საუკუნეს კი ბატონო როგორ გავუსწროთ ლუკა როგორ გავუსწროთ ამისთვის რაც ყველაზე მთავარია ტექნოლოგიების გარდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან რაც ჩვენთან სასახლეში რასაკვირველია შევამჩნევთ მე ქალბატონი ია აი აგერ ჩვენი თამარი და აბსოლუტურად ყველა ერთმანეთში თანამშრომლობთ სასახლეში ჩვენ ვაშუქებთ მათ ღონისძიებას ისინი გეგმავენ ღონისძიებას და ამ თანამშრომლობაში ჩვენ ისე გავაკეთეთ რომ დავეციეთ 21 საუკუნეს და მე მიმოხს რომ ამ თანამშრომლობაში გავასწრებთ 21 საუკუნეს თუ შეიძლება მე აუცილებლად უნდა ავღნიშნო ჩვენი სამსახური რომელიც ძალიან ზრუნავს ქალბატონი მაია ჩადუნელი ქალბატონი ქეთევანი ქალბატონი ნინო რომლებიც არიან აი არაჩვეულებრივი ადამიანები და ყველანაირად ცდილობენ რომ თუ კი რაიმე სიახლე ხდება სასწრაფოდ ყველა ინფორმაცია პიარი გაუკეთონ ამას რასაკვირველია ისევ და ისევ ქალბატონი თიკას დახმარებით ხდება ეს და ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ზუსტად სამეცნიერო კუთხე მოსწავლემ გამოიყენოს ისე როგორც საჭიროა ჩვენ გავაკეთეთ ესეთი რაღაც რომ გავაკეთეთ ხელშეკრულებები და მემორანდუმები სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას უნივერსიტეტთან, ბოტანიკურ ბაღთან, ზოოლოგიურ პარკთან, გარემოს დაცვის კომიტეტთან გვაქვს ახლა ზუსტად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და ეს ბავშვები აი იმ რთულ თავისუფალ უნივერსიტეტთან და აგრარულ უნივერსიტეტთან სულ ახლა ხანს გავაფორმეთ მემორანდუმები და ეს მემორანდუმები ურთიერთგაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო კონკურსებში, კონფერენციებში
კონფერენციებში ასეთ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც ფლობენ ენას ძალიან კარგად. ეხლა თამარმა სამი ენა იცის, ინგლისურიც იცის, ფრანგულიც იცის და რუსულიც ძალიან კარგად. არიან იქ ბავშვები, რომლებიც აი ამ ენის ბარიერის გადალახვა არ უჭირთ და ზუსტად საერთაშორისო კონფერენციებში იღებენ მერე მონაწილეობას და გამარჯვებულებიც არიან. ყავს ასეთი ბევრი ბავშვები, შემდეგ შეხვედრაზე ალბათ მათაც დავპატიჟებთ და გაგაცნობთ და ვფიქრობთ, რომ აი ეს ურთიერთთანამშრომლობა ძალიან კეთილი საქმეა იმისათვის, რომ ამ ბავშვებს სიკეთით ამ უნარჩვევების უფრო თანამედროვედ გამოყენებით და იმისთვის რომ გარემოსადმი მეტი ინტერესი იყოს, რასაკვირველია გარემო ყველაზე მთავარია, თუ არა და გარემო არ იქნება არც ჯანმრთელობა და საერთოდ არაფერი, რომ მათ ეს კარგად გაიცნობიერონ თავის მე გავაგრძელებ ქალბატონი იას საუბარს თანამშრომლობაზე, როგორც სამეცნიერო კუთხის წევრი, შემიძლია ვთქვა, რომ იმის გარდა რომ ჩვენ თითქმის ყოველ კვირას ვიკრიბებით გეგმავთ ახალ აქტივობებს იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რაც გააჩნია სამეცნიერო კუთხეს და სასახლეს. ამის გარდა ჩვენ თანამშრომლობთ ძალიან ბევრ სამეცნიერო კვლევით ცენტრთან საქართველოში, თანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო ეს იყო, რომ მე შემეძლო ის კვლევები, ანუ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომიყენებინა და ყველასთვის ცნობილია და მსმენელისთვისაც ცნობილია, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიოში უკვე პრაქტიკის გარეშე თეორია თითქმის არაფერი არ არის. ანუ ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული, ჩვენთვის პრიორიტეტულია პრაქტიკულად გამოყენება ჩვენი ცოდნის, რასაც ნამდვილად რის საშუალებასაც ნამდვილად გვაძლევს სასახლე და სამეცნიერო კუთხე და მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროფესიულ განვითარებას ძალიან ხელს უწყობს სასახლე და თითოეული მისი მიმართულება, სექცია, ასე რომ ვთქვათ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაც ძალიან პრიორიტეტულია ჩვენთვის. ჩემთვის მაგალითად საინტერესო იყო ისიც, რომ მე გავწევრიანდი სამეცნიერო კუთხეში, მაგრამ როდესაც შევაბიჯე, ასე რომ ვთქვათ, იქ დამხლე კიდევ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება. ანუ იმის გარდა, რომ მე ზოგადად ვიცოდი მედიცინის შესახებ, უფრო კონკრეტულად ეს სიღრმეებში დავიწყე ძიება და ფაქტიურად მივიღე ფუნდამენტური ცოდნა ამის შესახებ და საშუალება იმისა, რომ პრაქტიკაში განვახორციელო ჩემი მიზნები. მადლობა ამისთვის სასახლის პედაგოგებს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს მუხტი, რომელიც წლებია მათ აქვთ, ისევ გადმოგცეთ. ბატონო დავით სულეხლახანს ჩატარდა სასწავლოში მოქმედებითი 71 კონფერენცია, რომელშიც სრულად საქართველოს იღებდა მონაწილეობას, რეგიონებიდან ჩამოვიდნენ და ეს იყო კიდევ ძალიან დიდი ზეიმით, ძალიან დიდი მადლობა კიდევ საკონფერენციო კომიტეტს მინდა მოუხადო ქალბატონ ნათელა ჭყიძეს, ის იყო ტელევიზიით გააშუქა ეს ჩვენი ყველანაირი და ზუსტად აი ამ ბავშვების აი ეს ჯილდოები ქალბატონ ნათელას და ამ საკონფერენციო იმას ნიშნულობა. კი ბატონო, ჩვენი საეთერო დრო იწურება, მე ის გადამჩენია წარმატებები გისურვოთ და მე მოვიკითხოთ ჩემი მეგობარი, რომელიც ასევე სასახლეში მუშაობს, რუსუდან ბეჟანიშვილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის თაობა, რომელიც დღეს სტუდიაშია, ძალიან მალე საზოგადოებისთვის იქნება გაცილებით უფრო ახლობელი, იმიტომ რომ ისინი თავის საქმეში თავს გაგვამახსოვრებენ, წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. ჩვენი სტუმარი ასევე ჩემთან ერთად იყო დღეს პატარა ნანუკა. მე მას შევეკითხები 6 წლის არის და სწორედ 6 წლიდან იწყება სასახლეში მოსწავლების მიღება. ეს ყველაფერი რაც ახლა შენ მოისმინე ნანუკა. გაქვს გიჩენს სურვილს რომ წახვიდე და სასახლეში ისწავლო შენც? არა, კიდევ გინდა რამე დამატებითი, აი რა გაინტერესებს რომ მითხრა. აი ნახე დაილაპარაკე და შენივე ხმას გაიგებ ეთერში. ნანუკა მხოლოდ იღიმება. მე ეჭვი მაქვს, რომ იმდენად მონდომებული იყო ნანუკა და იმდენად არ დაგვტოვა მთელი ეს გადაცემა, რომ ეჭვი მაქვს, რომ აუცილებლად ეტყვის აქედან გასვლის შემდეგ საკუთარ მშობელს, რომ დედა მოდი წამიყვანე სასახლეში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მსმენელს, ჩვენი სტუმრები. ეკოლოგისა და გარემოს დაცვის კაბინეტის ხელმძღვანელი ია გოდერძიშვილი, ამავე კაბინეტის მოსწავლე თამარ ცინცაძე, თამარი ეჭვი მაქვს, რომ მომავალი მეცნიერი გვეზრდება და მედია სტუდია დრო ჟურნალისტები ანა მარია ყველაშვილი, ლუკა ციქარიშვილი, ჩვენ შევხვდებით კოლეგებო, აუცილებლად ერთმანეთს წარმატებები, ამით დილის გადაცემა დასრულებულია, აუშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის.